მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ინეზა გაგნიძე. მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა თქვენ მამაო მოწვევისთვის, აი ამ შესაძლებლობისთვის, რომ თქვენს გადაცემაში თქვენს მსმენელს, თქვენს მაყურებელს გაუზიარო ჩემი მოსაზრებები. დიახ და აი რა თემაზეც ვისაუბრებთ, ახლა შესავალში დავასახელებ, მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემა იქნება მაყურებლისთვის, რადგან არსებობს გარკვეული სტერეოტიპები, ძირითადად გაუნათლებლობის ბრალია, რომ რაღაცა ზოგიერთი სიტყვა ადამიანს ხურში ესე გვხვდება მაგალითად და რა თემას ახლა დავასახელებ, ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ქრისტიანობა და ეკონომიკა, ანუ ეს არის სახელმწიფოდობა თქვენს მიერ გამართული კონფერენციების, რომელიც წლების განმავლობაში იმართება და საინტერესო თემა რატომ არის? ახლა რეალურად ეკლესიისთვის და ზოგადად სახელმწიფოსთვის ეს ახალი თემა არ არის, უბრალოდ ახლებურად დანახული, რადგან თქვენი მხრიდან როგორც ეკონომიკის დარგში მეცნიერი და აქეთა კუთხიდან საღვთისმეტყველო კუთხით, ანუ საეკლესიო კუთხით განხილული ეს მეცნიერება ამ მხრივ არის საინტერესო. თავის მხრივ ეკლესიას ქონებრივი უფლებები, ანუ საეკლესიო სამართალი და კანონიკური სამართალი პირველივე საუკუნიდან განსაზღვრავს და ფაქტობრივად შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებული სახე აქვს უკვე ეკლესიის ქონებრივი უფლებების და მის ესე ვთქვათ განსაზღვრებას ფაქტთა უკვე თანამედროვე ეპოქაშიც ამას კიდევ განსაზღვრავს საერთაშორისო სამართალი და ასე შემდეგ. საინტერესო თვითონ ადგილობრივი ეკლესიების ისტორიები, მაგრამ ზოგადად მინდა შესავალში დავასახელო, რომ ეს სფეროც მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, რომ ეკლესიისთვის ეს უცხო არ არის, რადგან ეკლესიას ის გარდა იმისა, რომ აქვს სულიერი მისტიური სხეული, იესო ქრისტეს სხეულს წარმოადგენს და დანიშნულება ადამიანის ცხონება, მას გააჩნია ამ ქვეყნად ქონებრივი ესე ვთქვათ სხეული, ან მატერიალური სიმდიდრე, მატერიალური ქონება, სიმდიდრე შეიძლება ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ სიმდიდრეა თვალსაზრისით, ისტორიული თვალსაზრისით. მაგალითად, ტაძრები, ეკლესიები, საეკლესიო ჭურჭელი, ნივთები, რაც ძველი აღთქმიდან მოყოლებული განისაზღვრა საღვთოს ჯულით, აი მაგალითად მოსეს მიერ. იმთავითვე საეკლესიო შესაწირი განსაზღვრული იყო ძველთა დროს სათავეს იგებს ა ブラ ამისდან, მაგრამ ა ブラ ამა რომ მელქისედეკს მიათედი შესწირა. მერე მოსეს ჯულში უკვე ყველაფერი კანონიზირებულია და განსაზღვრულია რამდენი რაოდენობა რომელმა ტომა რა უნდა შეწიროს, რომ ეკლესიამ როგორ უნდა იფუნქციონიროს. ახალ აღთქმაში უკვე ცოტა უნდა სხვა სახეს ხვდებით. ფაქტობრივად თავისუფალი შესაწირი აქვს მოციქულებს, რომ და ამით იკვებებიან მოციქულებიც და ამით არსებობს პირველი ეკლესია. ეს ეგრძელდება ვიდრე ძალიან მოკლე ექსკურს ვაკეთებ. ვიდრე მე-4 საუკუნემდე, ანუ მას მიქამდე როცა რომის იმპერიაში და ფაქტობრივად ამოს მოყვამე ყველა რომის იმპერიის გარეთ, მათ შორის საქართველოში ადგილობრივი ეკლესიებშიც მსგავსი ვითარება რომ მოხდა ლეგიტიმა, ანუ აღიარება ქრისტიანობის როგორც რელიგიის და მისი დევნა წყდება ფაქტობრივად კონსტანტინედი დამოყოლებული და ხდება კომპენსაცია, ანუ დაბრუნება ეკლესიაზე ის რაც მას მატერიალური ზიანი მიადგა. სულიერ ფსიქოლოგიურს ვერ დაუბრუნებდნენ, ბუნებრივი არის. და ხდება ტაძრების გადაცემა, უამრავი ესე ვთქვათ გამოცემული ბრძანებები თვითონ იმპერატორების მიერ, როგორ გადაცემდა ქონებას, როგორ ეხმარებოდნენ ეკლესიებს და ეკლესია იზრდება. და მოიტანა შემდგომში უკვე რეალობამ და საჭიროებამ, რომ შესაბამისი კანონები იწერებოდეს, რომ კანონებმა განსაზღვროს უკვე ეს ყველაფერი ეფუძნება ძველ აღთქმას, ძველი აღთქმის კანონებს და წმინდა წერილს, ანუ შესაბამისობაშია წმინდა წერილთ. და უკვე საეკლესიო კრებები ადგილობრივი თუ მსოფლიო განსაზღვროს ამას. საინტერესოა საქართველოში სატარებული ადგილობრივი კრებებიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ორიგინალური კანონი გვაქვს და განსხვავებული მიდგომები, მაგალითად რეალობიდან გამომდინარე ის რაც მაგალითად ბიზანტიაში იყო, სხვადასხვა ქვეყანას, მაინც ყველა ქვეყანას ადგილობრივი განსხვავებები აქვს ამასთან მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით. ესე მოვდივართ ვიდრე ასე ვთქვათ რუსეთის იმპერიამდე, მეფის რუსეთამდე და შემდეგ კომუნისტურ პერიოდამდე და დღესაც განისაზღვრება ეს საეკლესიო სამართლის მიხედვით, კანონიკური სამართლის მიხედვით და აი ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენი მუშაობა, რაც ეს კონფერენციებზე ძალიან ბევრი ნაშრომები იწერება, თქვენ სამუშაოს გააჩნია პრაქტიკული დანიშნულებაც ეკლესიისათვის, რადგან სამომავლოთაც და დღესაც როგორც პრაქტიკული დამხმარე საშუალება გამოიყენება და გამოყენებადი იქნება, რადგან ეკლესიას დღესაც განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, ძველ კანონებზე დაფუძნებით, მაგრამ აქ ახალი არაფერი არ არის ფაქტობრივად, ანუ განსხვავება ეს ეთანადება და ეფუძნება იმას და ახლებური ხედვა უკვე მეცნიერების მხრივ. ამიტომ მოდით შესავალში დავასახელოთ ის კონფერენციები, რომელიც თქვენს მიერ ჩატარდა და იდეა საიდან წარმოიშვა ეს და ამის შესახებ ვისაუბროთ და შემდეგ გადავიდეთ უფრო სხვა დეტალებს. კი ბატონო, დიდი მადლობა. აი უცებ გამახსენდა მამაო და ჩავიწერე კიდევ თქვენ რომ ბრძანეთ რომ აი დიდი ქონება გადაეცა თანდათან ეკლესიებს, სწორედ მაშინ გაჩნდა იტალიაში მონასტრებში ორმაგი ჩაწერა ბუღალტერის, რომელიც დღესაც გამოიყენება.
ანუ სათავე ამ ყველაფერს ჯერ კიდე დაუდო, აი რა თქმა უნდა მონასტრებმა, როცა ქონების აღწერა ხდებოდა და ის მეთოდი დღესაც ორმაგი ჩაწერის გამოიყენება. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მამაო აქ მოწვევისთვის, იმისთვის რომ შემეძლება რომ რაღაც გარკვეულ საკითხებზე, პატარა ჩემს მიგნებებზე გესაუბროთ თქვენს მაყურებელს. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო რომ კვლევები აი ეკონომიკისა და მეცნიერების და რელიგიური, ანუ ქრისტიანული მოძღვრების, მართლმადებლური სწავლების თანაკვეთის საკითხებზე მარტო საქართველოში და მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არ მიმდინარეობს. ჩვენ უწყვეტა გქონდა ხომ ეკლესიასთან საეკლესიო ცხოვრებასთან ამ სოციალისტური ცხოვრების გამო, მაგრამ უცხოეთში განვითარებულ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში იქ ეს ჩვეულებრივად მიმდინარეობდა და არ შეწყვეტილა, არ გაწყვეტილა და მინდა თქვა რომ აი მაგათაც დღესაც არსებობს ქრისტიან ეკონომისტთა ასოციაცია, თუ ვინმეს დაინტერესებს და მოძებნის საძიებო სისტემაში ძალიან საინტერესო ვებგვერდი ამოვა, რომელსაც წიგნები, სტატიები, ხელმისაწვდომია სულად უფასოდ და ძალიან საინტერესოა, არის ძალიან საინტერესო რელიგიის, ეკონომიკისა და კულტურის კვლევის ინსტიტუტი. ესეც ამათაც ასოციაცია აქვს და ამათაც ძალიან საინტერესო გვერდი აქვს და სხვათა შორის სექტემბერში კოპენჰაგენის უნივერსიტეტში უნდა ჩატარდეს კონფერენცია აი ამ საკითხებზე, ანუ ძალიან აქტიური ჯგუფია და ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დაქვემდებარების უნივერსიტეტია. იქ ნოემბერში გასულ წელს გაიმართა კონფერენცია აი ამ საკითხებზე, რელიგიის და ეკონომიკის საკითხებზე და ძალიან კარგად მახსოვს პირობებს რომ გავეცანი განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის სრულიად უფასო იყო მონაწილეობა, განთავსება, მგზავრობის ხარჯებს, ყველაფერს უფინანსებდნენ, ოღონდ ისტორია აი ეს ყოფილიყო, ინტერესი ყოფილიყო. და მე მოძებნილი მაქვს 18 და 20 წელში კემბრიჯის უნივერსიტეტში არსებობს ახალი ეკონომიკური აზროვნება, ესეთი მიმართულება, New Economic Thinking და აი იქ არის ესეთი კონფერენციები რელიგიისა და ეკონომიკის თანაკვეთის საკითხებზე. განსაკუთრებული ღვაწლი, ხა მე არ ვარ თეოლოგი, შესაბამისად ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ თანდათან ახლა რომ ვეძებდი რაღაცა ინფორმაციები მოდიოდა და განსაკუთრებული წვლილის შემტანია აი ამ საკითხში ამერიკელი მეცნიერი გერი ნორთი, რომელიც 3 წლის წინ გარდაიცვალა. ამ ადამიანმა ბიბლიის ეკონომიკური კომენტარები ესეთი წიგნი შექმნა. 37 წელი მუშაობდა ამ წიგნზე, რა თქმა უნდა ეს შეკრებილია მისი დიდი ნაშრომები და ის ამბობდა რომ და სურდა მას რომ მის ნაშრომს გაეძლო ათწლეულებისთვის, საუკუნეებისთვის და საბოლოო ჯამში 9000 გვერდიანი ნაშრომი გამოვიდა. 8000 ზუსტად რიცხვი რო დავასახელო 8825 გვერდია. და ის ამტკიცებდა რომ ეკონომიკა არის მხოლოდ ქრისტიანული. აი ძალიან ისეთი საინტერესო თუ დრო გვექნა მე მის ერთი გავსაც მის მიერ გააზრებულ ერთი გავსაც მოგახსენებთ აი მას ჰქონდა ესე იგი დოქტორის ხარისხი მიიღო კალიფორნიაში და შემდგომ ავსტრიულ სკოლაში ისწავლა რაც არის ეკონომისტებისთვის ერთ-ერთი კვარცხლბეკი და აი ყველა წინადადებაში იგრძნობა რომ მას უმაღლესი განათლება აქვს ეკონომიკაში ძალიან მაღალი სტანდარტი აზროვნება საოცარი და ძალიან განათლებული რა თქმა უნდა ძველ და ახალ აღთქმაზე ორივეზე ჰქონდა აქვს აი ეს კომენტარები გაკეთებული. ძალიან საინტერესოა მისი პირველი დასტამბული ნაშრომი მარქსის რევოლუციის რელიგია და ის წერდა ესეთ რამეს. ადამიანთა გონებისთვის ბრძოლა მე-20 საუკუნეში უპირველეს ყოვლისა იყო ბრძოლა კომუნიზმსა და ქრისტიანობას შორის და რომ ეს ომი შეეხო ცხოვრების ყველა სფეროს. ის წერდა, ესაა ომი, რომელიც აღარ გრძელდება. კომუნიზმი დამარცხდა ყველაზე სანახაობრივი კოლაფსით, რაც კი მომხდარა ინტელექტუალურ და ინსტიტუციურ ისტორიაში. ეს ნორთმა ნახა წინა საუკუნის 90-იან წლებში და ის წერდა, რომ მარქსის წიგნებიო მეორადი წიგნების მაღაზიაში $1 იყიდებოდაო, იმიტომ რომ მას მკითხველი აღარ ყავდაო და 91 წელს ერთი გასროლის გარეშე დაინგრა ყველაზე დიდი იმპერიაო სოფლიოშიო. აი ამ ნაშრომის გაცნობას ვურჩევ დაინტერესებულ მკითხველს და მართლა ძალიან საინტერესოა იურისპრუდენციის და ეკონომიკის საკითხებია ძალიან კარგად განხილული, რაშიც ამ ადამიანს ჰქონდა ხარისხი. ეხლა თქვენს შეკითხვას, თქვენს მოსაზრებას გავცემ პასუხს ქრისტიანობა და ეკონომიკა ესეთი
კონფერენციების ციკლი იყო გარკვეული ჯგუფის მიერ, რომელის წევრის მეც გახდით ორგანიზებული. უპირველეს ყოვლისა, საფუძველი ჩაეყარა აი ამ კონფერენციებს, როდესაც 2005 წელს უწმინდესი მობრძანდა ჩვენთან მაღლივ კორპუსში, ჩვენს ფაკულტეტზე. ძალიან საინტერესო საუბრები გაიმართა. ბატონი გიორგი შიხაშვილი, ჩვენი ასოცირებული პროფესორი იყო ამ შეხვედრების, აი ამ ორგანიზატორი და ინიციატორი და მე მეც ავყევი მას, ასე ვთქვათ. და პირველი კონფერენცია შედგა ეს რა თქმა უნდა სამღვდელობასთან ერთად მობრძანდა უწმინდესი და ძალიან საინტერესო საუბრი მან დაგლოცა და მოგცა კურთხევა რომ გავგეგრძელებინა აი ეს ამ საკითხებზე კვლევა. მეორე სამეცნიერო კონფერენცია უკვე ბოლნისში ჩატარდა და ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა გვიმასპინძლა და მამა ბასილი ახვლედიანმა. მამა ბასილი ჩვენ დოქტორანტი იყო, დაიცვა ჩვენთან დისერტაცია და ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა სულ აი ამ კონფერენციებზე ჩვენთან. დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს იყო მამაო ძალიან ლამაზი დღე. გარდა იმისა, რომ კონფერენცია ჩატარდა, შემდეგ უკვე ადგილობრივი ახალგაზრდების მოსწავლეების მომღერალთა და მოცეკვავეთა გუნდები იყო. ძალიან ლამაზი დღესასწაული იყო და მადლობა მათ აი ამ ყველაფრისთვის. შემდეგ უკვე ისევ 2008 წელს მაღლივ კორპუსში ჩვენთან ჩატარდა მესამე კონფერენცია. ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი გვესტუმრა, სტეპანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი მობრძანდა, ბოდბერი მთავარეპისკოპოსი იაკობი გვესტუმრა და მან თქვა, რომ ეს კედლებიო ჩემთვის ძალიან თბილიო, იმიტომ რომ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი აქვს მას დამთავრებული. მღვდელი მონაზონი იონე კალანდია ბრძანდებოდა ჩვენთან და ძალიან საინტერესო მოხსენება წაიკითხა სამონასტრო მეურნეობების შესახებ, აი ეკონომიკური კუთხით რა ჭირდათ, როგორ უნდათ, რა საკითხების გარკვევა არის აუცილებელი ამ ორგანიზებაში და აი აქ შემიძლია არ ვთქვა, რომ აი ამ კონფერენციების მხარდაჭერა ძალიან ესეთი აქტიური იყო ფაკულტეტისგან და ბატონ ჯამლეთ ჯანძღავას, რომელიც იყო მაშინდელი დეკანი ჩვენი, მინდა რომ ეხლა აქედან მადლობა გადაუხადო. შემდეგ უკვე მეოთხე სამეცნიერო კონფერენცია მესტიაში ჩატარდა იმავე წელს კვირიკობის დღესასწაულს დაემთხვა. რა თქმა უნდა, მესტიისა და ზემოსვანეთის ეპისკოპოსი ილარიონი და ბატონი ერეკლე საღლიანი იყო ჩვენთან ერთად და ნუ აი ეს იყო კიდე ძალიან საინტერესო, ძალიან თბილი შეხვედრა, ძალიან საინტერესო მოხსენებებით და ესეც დიდი კარგი ღონისძიება შედგა აი ამ ჩვენი ჯგუფის თანამონაწილეობით. მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია უკვე მაღლივ კორპუსში შედგა და მამა ბიძინა გუნია და ესე დეკანოზი ბიძინა გუნია და დეკანოზი ბასილ ახვლედიანი იყვნენ ჩვენთან. რა თქმა უნდა, პროფესურის მონაწილეობით. მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია აღსანიშნავია იმით, რომ 80% სტუდენტები იყვნენ მონაწილეები. აი მათი ინიციატივა იყო, ისინი მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ აი მოდით ჩავატაროთ ეს კონფერენცია და მე მათ მინდა მადლობა გადაუხადო საგარეჯოში დაგლოცა მღვდელმა ალექსანდრე ვაჩეიშვილმა, სოფელ პატარძეულის წმინდა შიომღვიმელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა და შემდეგ ბანავში გადავინაცვლეთ და იქ ჩატარდა კონფერენცია. მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია უკვე ჩატარდა გორში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში და სამთავისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ დაგლოცა, რა თქმა უნდა, მისასალმებელი სიტყვით და იქაც დეკანოზი ბასილ ახვლედიანი თავისი მოხსენებით იყო წარმოდგენილი. მერვე კონფერენცია უკვე საერთაშორისო გახდა ბათუმში ჩატარდა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იქ ქალბატონი ნაცია ციკლაშვილი და ბატონი მურმან ცეცხლაძე იყვნენ ჩვენი მასპინძლები. აბა ალავერდელი მიტროპოლიტმა დავითმა ძალიან საინტერესო სტატია გამოგვიგზავნა და დეკანოზი ნიკოლაიშვილი იყო ასევე მოხსენებლებს შორის. ბატონი თემურ ბერიძე იყო მაშინ ჩვენი დეკანი და ისიც ძალიან აქტიურად ჩვენთან ერთად იყო ბათუმშიც, ქუთაისშიც. ძალიან აქტიურად გვიჭერდა მხარს აი ამ კონფერენციებს და საქმე ის იყო, რომ უკვე გერმანიიდან ყავდა პროფესორი ჩამოსული, ასაკიანი ადამიანი იყო, ძალიან მოხიბლული დარჩა აი იმ გარემოთი და თქვა, რომ რაც უფრო ასაკში შევედიო, მით უფრო დავფიქრდიო ამ ყველაფერზე და თურმე ესო რა დიდი კვლევითი სფერო ყოფილა, ეხლა მივხვდიო ასაკთან ერთად, ეს ძალიან კარგი ადამიანი იყო. ლიტვიდან და ბელარუსიდან იყო ჩამოსული კიდევ ერთი პროფესორი.
მან მერე მიგვიწვია მინსკის სასულიერო აკადემია ყოველწლიურად ატარებს სოციუმი და ქრისტიანობა, აი ესეთ კონფერენციას, არის ყველა მიმართულებით სექციები და ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას, მაგრამ აი მე ეს ომი და რაღაცები მე ცოტა თავი შევიკავეთ, თუმცა ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბა მათთანაც. მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია უკვე ქუთაისში, აკაკ წერეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტში შედგა 2016 წელს. ბატონი ნიკო ჩიხლაძე და ბატონი აკაკი ბაკურაძე, ასევე ქაბატონი ეკატერინე ბაბუნაშვილი იყვნენ ჩვენი აქტიური მასპინძლები, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ჩართულობით. იქაც დეკანოზი ბიძინა გურნია, დეკანოზი ლაზარე კანდელაკი, დეკანოზი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი იყვნენ ძალიან კარგი მოხსენებებით წარმოდგენილი და თქვენ გაქვთ კრებული კიდევ მამაო და იცით ძალიან უკვე ამ დროს 41 მონაწილე გვყავდა აი ამ კონფერენციებზე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ რეზო გოხიას, ბატონ გიორგი შიხაშვილს თავისთავად, იმიტომ რომ ის იყო ყველაფრის სულის ჩამდგმელი, ქაბატონ ნინო პაპაჩაშვილს და ქაბატონ ნანა მაისურაძეს, როცა ისინი სრულიად უსასყიდლოდ, აი ყველა იმ კონფერენციის კრებულზე მუშაობდნენ, რომ ის ყოფილიყო იმ დონეზე გამოცემული, როგორც გამოიცა და მადლობა მათ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს წვლილი მათი ძალიან დიდია. შემდგომ უკვე დაფინანსების პრობლემები შეიქმნა და ვეღარ გავაგრძელეთ კონფერენციის ცალკე ჩატარება, მაგრამ ფაკულტეტზე გადაწყდა ერთი დიდი კონფერენციის ჩატარება და 2019 წლიდან უკვე ჩვენ გქონდა სექცია. და საკმაოდ წარმომადგენლობითი სექცია იყო, მაგრამ სამწუხაროდ გასულ წელს ისიც გაუქმდა, შეიცვალა კონფერენციის სტრუქტურა და აი ესეთი მიზეზი გამოჩნდა. კიდევ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო რეკომენდაციებისთვის, მითითებებისთვის არქიმანდრიტ დაზარე გაგნიძეს და დეკანოზ ღვთისმშობ შალიკაშვილს ღმერთმა ის გარდაცვლილია უკვე და ნათელში იყოს დიახ. შემდეგ მინდა გავაგრძელო საუბარი უკვე ჩემს სტატიებზე გადავიდე და რა თქმა უნდა პირველი ესეთი უფრო ლოგიკურად მინდა ვისაუბრო განათლებისა და რწმენის ურთიერთკავშირის შესახებ. როდესაც ამ საკითხზე ვიწყებთ ნებისმიერი ქართველი ფიქრს, მოდის მაშინვე აზრში წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, რომელმაც გელათის დაარსების დროს, აკადემიის დაარსების დროს თქვა, რომ ის უნდა იყოს ახალი ათინა და ახალი იერუსალიმი. და ამის უკან რა ჩანდა? ჩანდა ის, რომ უახლესი განათლება და ასევე ქრისტიანობა, ანუ ახალი იერუსალიმი ამას ნიშნავდა, უნდა ყოფილიყო ერთმანეთთან ძალიან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ნებისმიერი ქართველისთვის არის ესეთი დაუწერელი კანონი, ასე ვთქვათ, ჩემი აზრით ეს არის ყველას თავისი აზრი გააჩნია. მინდა მსმენელს შევახსენო წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელის სიტყვები, როდესაც ის ამბობს, რომ გაუაზრებელ სარწმუნოებას ღვთის მონობამდე მიყავს ადამიანი, ხოლო გააზრებულ რწმენას ღმერთთან მეგობრობამდეო. აი აქ მართა ძალიან ქართველი ადამიანი ჩემი აზრით მაინც ის ყოველთვის მოაზროვნე იყო, ხა სამი ანბანი შექმნა, 3000 წლიანი სახელმწიფოებრიობა გქონდეს, გაძლო აი ამ გზაჯვარე დინზე ევროპა-აზიის ეს ძალიან რთული დავალება გქონდა, ხო, უფლისგან, მაგრამ უფლის წყალობით მოვედით, ხო, აქამდე. შესაბამისად, აი ეს ქრისტიანობას თუ ქართველი არ გაიაზრებდა, არ გაიაზრებდა რა თავისუფლებას აძლევს, რას უკრძალავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივიღებდით ჩვენ, ხო? თუ შეიძლება ერთ კომენტარს გავახსენებ, აი კლიმენტი ალექსანდრიელი ახსენეთ, ერთ კომენტარს დავასახელებ. კლიმენტი ალექსანდრიელის ეს ციტატა არის, თუ არ ვცდები, მისი უდიდესი ნაშრომიდან, წიგნიდან, ხალიჩები ქართულად ესე ითარგმნება. ანუ სტრომატა ბერძნულად და ძალიან ბევრ თემაზე საუბრობს, გამორჩეულად არის აი ეს რწმენის შესახებ, ცოდნის შესახებ და ფილოსოფიის შესახებ. ისეთ საოცარ სიღრმეებში ჩადის, რაღაც კატეგორიებად ყოფს, ცოდნა რა არის, ამის შესახებ კარგი ბროშურა გამოვიდა თავის დროზე 90-იან წლებში, თუ სწორედ მახსოვს ედიშერ ჭელიძე ერთ-ერთი ავტორი, ძალიან საინტერესოა. ესე იგი, ცოდნის კატეგორიებს ყოფს და ერთი დეტალი ახლა გამახსენდა, დღეს შეიძლება მე-20 საუკუნეში ხშირად გვესმის, რომ თითქოს აი წარმოვიდა ეს ტენდენცია, რენესანსის მერე და უკვე ამან გამოიწვია ეს ტენდენცია, რომ რწმენა და მეცნიერება თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგება და აბსოლუტურად უბრალოდ ხედვა არ გვაქვს სწორი რას ნიშნავს ცოდნა, მეცნიერება, ამას კიდე სხვა კატეგორიებია, გამოცდილებითი ცოდნა და გნოსოს, ანუ ცოდნა, ანუ სულიერი ცოდნა, რასაც კლიმენტი ასახელებს მე ცოდნის კატეგორიებში და უმაღლეს კატეგორიად ასახელებს მინდა წერილის შეცნობა, ანუ სიღრმისეული ღვთისმეტყველება
საქმიანობაში შესვლა, რასაც მადლი ჭირდება, ანუ ესე გონების ესე მუშაობა და მეორე ცოდნაზე როცა საუბრობს, ცოდნის საწყისი არის თავად რწმენავად, ესეთ ურთიერთმემართებას ამბობს, რადგან ნებისმიერი ცოდნა მეცნიერებაში მტკიცდება რაღაც არგუმენტებით, ან მტკიცებულებებით. და ის მტკიცებულება კიდევ წინარე მტკიცებულებით მტკიცდება და ეს ავდივართ მაღლა და მივდივართ აქსიომამდე, ანუ რასაც მტკიცებ ვერ დაამტკიცებ, ან რაც უნდა ირწმუნო. აი ნებისმიერ მეცნიერებაში არის ესე. და ამიტომ ამ თვალსაზრისით რწმენას აკეთებს უფრო მაღლა. და შემდეგ ამბობს, რომ ცოდნა არის აი ამ რწმენის ასე თქვა სრულყოფა, ანუ გამტკიცება, უფრო ცოდნე მორწმუნე, როგორც თქვენ ასახել, მეგობარია ღვთის და მოციქულებსაც ხო ეს ეუბნება, მათ სხვა მიმართავს, რომ მეგობარნი ჩემი ხართ, რადგან თქვენ იცით საფრთხონის საიდუმლოდი და ბევრმა არ იცის ვერ წდება და ამიტომ მათ იგავით ვეუბნები და თქვენ ხვდებით ამას. ამიტომ მეგობრებს უწოდებს, ან რაც უფრო ახლოს არის ღმერთთან ადამიანი, მას შესაბამისად საფრთხომადლით ცოდნაც ემატება. მე მეორე მხრიდან ამბობს, რომ რწმენას ესე ცოდნა აძლიერებს და აი ამ კატეგორიებს როცა ასე წაიკითხავს ადამიანი, რაღაც ისეთ სიღრმეებში მიდის, რომ ფაქტობრივად ყველა კითხვას ეცემა პასუხი. და ეს ჯერ კიდევ გაცემულია მე-3 საუკუნის დასაწყისში. მანამდე კიდე იუსტინე აპოლოგეტ მამებს აქვს ბევრი ამაზე მსჯელობა და ფილოსოფიის შესახებ თუ დრო მოგვიქცემა ძალიან საინტერესო რაღაცებს ამბობს, რომ ფილოსოფიას როგორც სახურს ისე წარმოაჩენს, რომ ძველ ფილოსოფოსებს გარკვეული ცოდნა ჰქონდათ მინიჭებული მაგალითად ძველი აღთქმის წიგნებიდან და ასე შემდეგ, მაგრამ სრული ცოდნა მოიტანა ქრისტიანობამ და ჭეშმარიტი ფილოსოფია ეს არის. ამიტომ ის მსახურად იქცა მე უკვე ამ ფილოსოფიის და ძალიან ბევრ თემებზე იქ საუბარი ძალიან საინტერესო გამახსენდა. და ზოგადად თქვენი მხრიდან ამაზე მუშაობა ძალიან საინტერესო, იმიტომაც არის და პრაქტიკული თვალსაზრისით ეკლესიაში მრავალი მეცნიერება არის, რა თქმა უნდა, ღვთისმეტყველებაში. ერთ-ერთი დარგია საეკლესიო სამართალი. საეკლესიო სამართალში კიდე ცალკე სფეროს საკითხი, კვლევის საკითხი არის საეკლესიო ქონება. და ბევრი ნაშრომი იწერება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აი ეკონომისტების მხრიდან არ იწერება, სასულიერო პირები ან საეკლესიო სამართლის ცოდნები წერენ, ან თქვენი მხრიდან დაწერილი აბსოლუტურად სხვა თვალით დანახულია და ამიტომ ესენი ერთმანეთს შეავსებს მომავალში ვფიქრობ, უკვე ივსება თქვენ ისეთი პირები დაასახელეთ, რომ მონაწილეობენ კონფერენციებში, მაგრამ პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება ამას თქვენს შრომას ეკლესიისათვის როგორც იურიდიული პირისათვის. აი პრაქტიკული მნიშვნელობაც ექნება. უკვე აქვს ალბათ და მომავალში კიდევ უფრო მეტად ექნება. უკვე აქვს კიდეც, დიახ. უწმინდესი წერს ძალიან საინტერესოდ, რომ მეცნიერება და სარწმუნოება კი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ ისინი ავსებენ ერთმანეთს. ეს ჰარმონიული განვითარება უნდა იყოს ყოველ ადამიანშიო, ეს პერიფრაზად მქონდა ჩემს ერთ-ერთ ბროშურაში. საზოგადოდ ადამიანთა გაწყობა მეცნიერებისადმი სამგვარია. მეცნიერება და რელიგია. ერთნი მეცნიერების სახელით რელიგიას საერთოდ უარყოფენ, მეორენი რელიგიის სახელით მეცნიერებას უარყოფენ და ნუ მესამე კატეგორია, რომელიც ცდილობს, რომ აი ჰარმონია იპოვოს, თანაკვეთა ნახოს, გონივრულად განსაჯოს და აი ასეთი მიდგომით, ასე ვთქვათ, იყოს მრევლი და სპეციალისტი თავისი დარგის. სახელმწიფოს მხრიდან განათლების სისტემაში ზოგადად ჩარევის რამდენიმე არგუმენტი არსებობს. არსებობს მიზეზები რატომ ერევა სახელმწიფო და შესაბამისად მისი არგუმენტებიც და ერთ-ერთი არგუმენტი არის საზოგადოებაში საერთო ღირებულებების დადგენის აუცილებლობა. ეხლა რა თქმა უნდა განათლების სისტემამ უნდა გაზარდოს მოქალაქე, ისე რომ მან იცოდეს მსოფლიო ცივილიზაციის საუკეთესო ცივილური სამყაროსთვის დამახასიათებელი ქცევისთვის და რა თქმა უნდა კონკრეტული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ტრადიციაც და ის უნდა აღიზარდოს აი ესე ჰარმონიაში და არ უნდა კონდეს შინაგანი წინააღმდეგობა და აი აქ როგორი განათლება გვინდა და ყველაზე კარგი სიტყვები ჩემი აზრით, ეს ჩემი სუბიექტული აზრია, კარგად აქვს განსაზღვრული იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძეს და ის ესე წერდა, რომ განათლება მხოლოდ მაშინ არის კარგი და მხოლოდ იმისთანა განათლება არის კარგი, რომელიც აღამაღლებს და გააკეთილებს კაცსა ყოვლის მხრით და არა მხოლოდ ერთსა, თუგინდ უმაღლესსა მისსა ბუნების მხარესა. თვითონ სწავლა არის ორპიროვანი იარაღი. შეიძლება კაცმა მოიხმაროს ის კეთილ საქმეზეც და ბოროტზედაც, სასარგებლოდ და საზარალოდ თავისათვისისა და სხვათა. საქმე უმაღლესია სიტყვაზე, ცხოვრება უძვირფასესია სწავლაზე. სწავლამ, განათლებამ უნდა გააუმჯობესოს ყოველი საქმენი ჩვენი, მთელი ჩვენი ცხოვრება. რა სასარგებლოა, როდესაც კაცის გონება სავსეა მრავალგვარი ცოდნითა, ხოლო მისი საქმე და ცხოვრება სრულებით არ განსხვავდება უსწავლელ კაცთა საქმისა და ცხოვრებისაგან. მე მგონი ძალიან ეს არის დღევანდელობას ძალიან ესე კარგად ერგება ჩვენს გარშემო არსებულ სიტუაციას, რომ
და გამახსენდა ამას წინათ ხშირად ტრიალებს ხოლმე სოციალურ ქსელშიც ერთ-ერთი დირექტორი, რომელიც გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკში, გადარჩა და ამბობდა, რომ მე ვხედავდიო განათლებული და დიპლომირებული ადამიანები როგორ წვავდნენ, როგორ კლავდნენ, როგორ აწამებდნენ და არ ვენდობი ასეთ განათლების სისტემას, რომელიც მარტო განათლებაზეა ორიენტირებული და არა ადამიანის პიროვნება ჩამოყალიბებაზე, რომელსაც და ზუსტად აი ეს არის, რასაც თქვა გაბრიელ ეპისკოპოსი ქადაგებდა. მე ძალიან მომეწონა 2012 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრს ჰქონდა სემინარი და მისი პრეამბულა. ნახეთ რა კარგად წერია. სახელმწიფო სიბრძნემ საუკუნეებს გაუძლო და დღესაც უდიდეს სამსახურს უწევს ადამიანს. ბიბლიის მიხედვით ჭეშმარიტების შემეცნებისთვის საჭიროა როგორც რაციონალური, ლოგიკური, ცდისეული, ასევე ირაციონალური, ინტუიციური, მისტიკური გაგების წვდომის ჭვრეტის კულტურა. სარწმუნოებისა და მეცნიერების დაპირისპირება ნიშნავს შემეცნების საზღვრების შევიწროებას, სამყაროს შესახებ არასრული, ცალმხრივი წარმოდგენის შექმნას. ქართული კულტურა ყოველთვის გამოირჩეოდა გულისა და გონების ჰარმონიული მონაწილეობით შემეცნებისა და შემოქმედების პროცესში. აი განათლება ტერმინის სიღრმისეულ მნიშვნელობაც ამას პასუხობს, განათლება როგორც საღვთო შევსება, არა მხოლოდ ერუდირება და ცოდნის მიღება, არამედ განათლება. განათლება, დიახ. ამ სიტყვასაც ჩვენ მნიშვნელობას დაუკარგეთ ბოლო პერიოდში. დიახ, და ხშირად არის ხოლმე ქადაგებებში მამები ხებიან ამას. სხვათა შორის აი მინდა მოგიყვანოთ აღიარებული ადამიანების ცნობილი მოაზროვნეების გამონათქვამები. აი გოეთე წერდა, რომ როგორადაც არ უნდა მოინდომოს ადამიანმა ბუნება და მასში მიმდინარე პროცესები გონებაზე უნაშთოდ არ იყოფა. ანუ ყველგან და ყველაფერში რჩება ადგილი ირაციონალურისთვის, რწმენისთვის. აინშტაინის გამონათქვამით ცნობილი გამონათქვა მეცნიერება რელიგიის გარეშე ხეიბარია, ხოლო რელიგია მეცნიერების გარეშე ბრმა. მაქს პლანკი, ისიც ფიზიკოსი, წერდა, რომ მეცნიერება და რელიგია სინამდვილეში არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ ნებისმიერი მოაზროვნე კაცისთვის ისინი აუცილებელია ერთმანეთის შესავსებლად და გასაღრმავებლად. მინდა თქვენს მაყურებელს გავახსენო წმინდა ილია მარტის, ილია ჭავჭავაძის სიტყვა წარმოთქმული იმერეთის ეპისკოპოსის წმინდა გაბრიელ ქიქოძის დაკრძალვაზე. მან აი ზუსტად ის სიტყვა თქვა, რაც თქვენ ახსენეთ, მამო, ბევრს აღგონია, რომ მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი და მოუთავსებელნი არიანო. იგია მაგალითი ამ მოურიგებისა და მოთავსებისა. ბატონებო, ქვეყანა სავსეა ხილულითა და არახილულითა ადამიანის სულიერ და ხორცელ თვალისათვის. ერთის ბრძენისა არ იყოს, ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე ვერ ირწმუნებ და ზოგი კი იმისთანა თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ. ბუნება ადამიანისა იმისთანაა, რომ სულთა სწრაფვა ჩვენი ერთსაც ეტანება და მეორესაც, საცნაურად ორისავ გზით და მით უფრო რაც ადამიანი თვალხილულია და გონება გაღვიძებული. ნებაუნებლიეთ ამ ორ სამფლობელოში დადის მოусვენრად გონება და გული ადამიანისა, რომ იპოვოს ბინა და იქ დაღალული სული შეასვენოს ხოლმე გულთა ძვრათაგან და მსოფლიო ღელვისაგან. ამ ორ საფლობელოთა შორის შემაერთებელ ხიდს ასწნავს მხოლოდ სიბრძნე, რომელიც ასე იშვიათია ამ წუთის სოფელში, რომლითაც ასე სავსე იყო განსვენებული მღვდელმთავარი და რომელიც ჩემის ფიქრით სხვა არა არის რა, გარდა მეცნიერების და სარწმუნოების ერთმანეთში ბედნიერად მორიგებისა, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ამისთანა სიბრძნეს სწვდებოდნენ მარტო იმისთანა გენიოსები, როგორც ნიუტონი და სხვანი მისებნი, ერთსა და იმავე დროს ღვთის და ბუნების მეტყველნი. ერთი რამ მინდა კიდევ მამაო აღნიშნო, რომ ჯერ ერთი გაბრიელ ეპისკოპოსს ხომ ფსიქოლოგიაში ქონდა კვლევები. და დღესაც აქტუალურია მისი ნაშრომი, როდის არის დაწერილი. თან ძალიან ახალგაზრდა ასაკში. და თურმე მამაო, ესე იგი, აი ერთ ადამიანს რამდენი რამ შეუძლია ჩემთვის დაფრთხილება. ამას წინათ წავიკითხე. იმ პერიოდში, როდესაც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი მოღვაწეობდა, იმერეთის რეგიონი ყოფილა ყველაზე მეტი საგანმანათლებლო და სასწავლო სკოლა მთელ საქართველოს მასშტაბით იყო პირველ ადგილზე იმერეთის რეგიონი. ანუ როგორ შეიძლება ახლა ასეთი ეპისკოპოსი ყავდეს და თქვა, რომ რელიგია ეწინააღმდეგება განათლებას. მე ვფიქრობ, ეს არის გაუნათლებლობის ბრალი. ეკლესიაში ზოგადად კაცობრიობაში ეს კითხვა გაჩნდა ილია ჭავჭავაძე, როგორც წმინდა ირენ მართალი ყველაფერს მის დროინდელ გამოწვევებს ყველაფერს მკაფიოდ პასუხობდა. ყველაფერს და ესეც ერთ-ერთი თემა იყო. უკვე წარმოშობილი ათეიზმი, რაც აი მის პერიოდში უკვე წარმოშობილი იყო და პრობლემა თიდგა მსოფლიოში, ამას პასუხობს, რომ ეს აზრები ხო საკმაოდ რენესანსის მერე დაიბადა ამგვარად, რომ თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგება, როცა საღვთისმეტყველო სკოლები ჯერ კიდევ ალექსანდრიული იქნებოდა ანტიოქიური პირველ საუკუნეებში წარმოშობილი.
ამაზე იყო დამყარებული, რომ პირველ წლებში სწავლობდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ფიზიკას, ასტრონომიას და ასე შემდეგ და მერე გადადიოდნენ ღვთისმეტყველებაზე, რომ გონება მომზადებულიყო, რომ მერე უფრო აღმატებული დაეტი ფილოსოფიას სწავლობდნენ, საერო ლიტერატურას, მაშინდელს, წარმართულს, ყველას ახლა ალბათ ღვთისმეტყველი მამა არ ყავს ისტორიაში, რომელიც უაღრესად განათლებული არ ყოფილიყო ამ ყველა სფეროში, ასე ვთქვათ, რაც მაშინ ხელმისაწვდომი იყო. ესეთი აზრიც არ იბადებოდა მაშინ, იმიტომ რომ ხო, აი ერთი ადამიანის ასეთი დიდი მონდომებით აი რეგიონი იყო პირველი საქართველოში. ეხლა მინდა გადავიდე ჩემ პატარა მიგნებები გაგაცნოთ. გავკადნიერდები მამო. ესე იგი, როდესაც აი ამ საკითხზე ერთ-ერთი კონფერენციის დროს სტატიას წერდი, ესეთი რაღაც ნახე მოკლედ. სახარებაში ბიბლიაში წერია ესეთი რამ, გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. ასევე სხვა თარგმანში ნახე, იყო ხოლო გველი იყო უგონიერესი ყველა მხედს შორის ქვეყანაზე, რომლებიც შექმნა უფალმა. გველმა იცოდა თუ რა მოყვებოდა აკრძალული ხილის მიღებას, ესე ძველ აღთქმაში ცბიერება, გონიერება იზომებოდა ცოდნის და ინფორმირებულობის შესაბამისად. და ღვთის შიშის გარეშე არსებულმა ასეთმა ცოდნამ შეაცდინა ედემის მკვიდრი და ღვთის წყევლით დააკარგვინა მათ უფლის სამყოფებელი. დაიწყებლა ადამიც, მიწა დაიწყელო შენს გამო ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე, ევაც სატანჯოს გაგიმრავლებდა ასე და გველიც მუცლით იხოხე, მტვერი ჭამო მთელი შენი სიცოცხლე. ხაზგასასმელია რომ უფლისგან დაიწყებლა არა მარტო შემცდენელი, არამედ ვინც დაუჯერა მათ. ხო აი რაღაცა ესეც სხვანაირად უნდა გავიაზროთ. მაგრამ მერე უკვე ახალ აღთქმაში გველი ასოცირდება სიბრძნესთან. მაგრამ ამ სიბრძნეს აუცილებლად ემატება წესიერება. და აი ესეთი ეს არის ადგილი მათეს სახარებაში, აჰამე მიგავლინებ თქვენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკვე მეცნიერ ვითარცა გველნი და უმანკო ვითარცა ტრედნი. ეხლა ცხოვარს რომ გლების ფარაში შეაგზავნი, იქ გადარჩენის შანსი ხო არ არსებობს, მაგრამ ესე იგი უფალი ამბობს, რომ აი ასეთ სიტუაციაშიც კი სიბრძნე და აუცილებლად უმანკოება. ხო, წესიერება, ეს არის მთავარი. და შემდგომ უკვე ისევ მათ სახარებაშია და რა ჟამს მიგცნენ თქვენ უზრუნავთ ვით არანუ რას აიტყოდით, რამ თუ მოგცეს თქვენ მას ჟამსაშინა რას აიგი იტყოდით, რამ თუ არა თქვენ იყვნენ მეტყოლნი, არამედ სული მამისა თქვენისაი, რომელი იტყოდის თქვენ შორის. და მე აი ძალიან მომეწონა უკვე რომელთა მიმართ ეპისტოლეში წერია. მიხარეს უკვე თქვენთვის და მნებავს თქვენი, რაითა ბრძენიყვნენ კეთილისთვის და უმანკო ბოროტისთვის. ანუ ბოროტის დასამარცხებლად უმანკოება და წესიერებაა მთავარი. ნახეთ და კეთილისთვის უკვე სიბრძნე საკმარისია. აი რა საოცარი განსაზღვრება და მე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში შეკიდე, რომ რამე თუ სიწყფოებისა და ჭეშმარიტებისა ღვთისაითა და არა სიბრძნითა ხორციელითა, არამედ მადლითა ღვთისაითა ვიქცეოდეთ სოფელსა შინა. და აუცილებელია პავლე მოციქულის წერილი ვახსენო კოლასელთა მიმართ, აი პირდაპირ წერს, რომ საიდუმლოებას ამას ღვთისასა და მამისას და ქრისტესა, რომელსაც შინა არიან ყოვლნი საუნჯენი სიბრძნისა და მეცნიერებისანი დაფარულნი. აი ტესლა ამბობდა, რომ მე არ ვიციო საიდან მოდისო ეს ყველაფერი. უბრალოდ ხედავ ამ ყველაფერს. საიდან მოდისო არ ვიციო. აი უფას თუ უნდა მეცნიერების ნებისმიერი საინტერესო პირადი წერილები ქონია თავად. დიახ, აი ბოლოს სიცოცხლის ბოლოს ძალიან მორწმუნე გახდა როგორც ამბობს და ისეთ დეტალებზე ამოხილოს ყურადღებას. ხო, იმიტომ რომ ხვდებოდა რომ ის არ იყო ადამიანური, აი ის ამდენი გამოგონებები, ის მოდიოდა უფლისგან მასთან. ხა გადავალ მამა უკვე ეკონომიკისა და მართლმადიდებლური სწავლების თანაკვეთის საკითხებზე და როგორც ყველა საგანი პრინციპების სწავლებიდან იწყება, ასევე პრინციპებიდან განვიხილავ და გვაქვს ჩვენ ეკონომიკაში ეკონომიკის პრინციპები, ესეთი სახელმძღვანელო, ეს არის ამერიკული სახელმძღვანელო გრეგორი მენქიუსი. ეს სახელმძღვანელო 20 ენაზეა თარგმნილი, მილიონზე მეტი ტირაჟით არის გაყიდული და ჩვენთანაც ყველა ეკონომისტი ბიზნესის სპეციალობა ამას სწავლობს. ну ხა უცხოეთის ქვეყნებში შეიძლება უკვე სკოლაშიც ისწავლება, მაგრამ ჩვენ ჯერ ამის პრაქტიკა არ გვაქვს, უფრო უმაღლესი განათლების ეტაპზე ისწავლება. და მე კი ვამბობს, რომ ეკონომიკა რამდენიმენაირად განსაზღვრავს ეკონომიკას და ერთ-ერთი არის ესეთი. ეკონომიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანების არჩევანს და ამ არჩევანის გაკეთებისას წარმოქმნილ ურთიერთობებს. სწორი არჩევანი ზოგადად ძალიან პირობითი ცნებაა, ხო? როცა არის ბევრი შესაძლებლობა, საცდურიც ბევრია და სწორი არჩევანის გაკეთებაც აი ძალიან ესეთია, ასე ვთქვათ. და პრობლემა ავტორი სვავს ესეთ კითხვას.
რატომ იძლევიან ასე ხშირად ეკონომისტები ურთიერთსაწინააღმდეგო რჩევებს? ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს. ეკონომისტებს შესაძლოა სხვადასხვა აზრი ჰქონდეთ სამყაროს მოწყობასთან დაკავშირებული ალტერნატიული პოზიტიური დებულებების სამართლიანობის შესახებ, ეკონომისტებს შესაძლოა სხვადასხვა ფასეულობები და ამიტომ სხვადასხვა ნორმატიული შეხედულებები ჰქონდეთ იმის შესახებ, თუ რის მიღწევას უნდა ცდილობდეს ეს პოლიტიკა. ისმის კითხვა, როგორი არჩევანი უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელიც მხოლოდ ინდივიდების ინტერესებიდან გამოვა თუ უმრავლესობის ინტერესებიდან. და მას უწერია სხვათა შორის 2000 ცოტა ახალ გამოცემაში ეს წინადადება აღარ არის და ძველ გამოცემაში 2000 წლის გამოცემაში არის. იმის გადაწყვეტა თუ რომელი პოლიტიკაა კარგი და რომელი ცუდი, მხოლოდ მეცნიერების საქმე არაა. აქ მონაწილეობენ აგრეთვე თქვენი შეხედულებების ნეობაზე, რელიგიასა თუ პოლიტიკურ ფილოსოფიაზე. აი ეს დიდი ადამიანი, ძალიან ცნობადი ავტორი ესე წერს. და რა თქმა უნდა ამათ პრინციპს ესე ამბობს, რომ ეს არის ყველაზე ურთულეს ეკონომიკურ სიტუაციასაც კი, აი გასაღებად ერგება ეს 10 პრინციპი და აქედან პირველი 4 ეხება იმას თუ როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას და პირველი არის ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან. რა თქმა უნდა, არჩევანი არის ძალიან ბევრი, ალტერნატივა არის ძალიან ბევრი და როგორი არჩევანი უნდა გააკეთოს ადამიანმა. და ასე ამბობს მენქიუ, რომ უფასო სადილები არ არსებობს, იმის მისაღებად რაც მოგწონს, როგორც წესი უნდა დავთმოთ სხვა რამ, რაც აგრეთვე მოგწონს. გადაწყვეტილების მიღება ერთი მიზნის მეორესთან დაპირისპირებას მოითხოვს. უფლისმიერი სიბრძნე აქტიურად მოგვიწოდებს ამავეს და პირდაპირ წერია ლუკას სახარებაში, რომ არავის მონასახე ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად, ანუ ერთი იგი მოიძულოს და ერთი იგი შეიყვაროს. და ანუ ერთისა თავს იდვას და ერთი შეურაცხოს. ვერ ხელეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა. დიახ, კიდევ ერთი ციტატი გამახსენდა, ესე იგი, თუ არ უარყოფ საკუთარ სულს, ვერ მოიპოვებ, მას ანუ ეს ინტერპრეტაცია არის. ანუ შენი ვნებები, შენი პირადი ზე უფრო მაღლა თუ არ გააკენე საღვთო გზა, რომელსაც მოგიწოდა ღმერთმა მაგალითად, რაღაც ხშირ შემთხვევაში გამოირჩევა ადამიანი რაღაცით და უწევს მას პირადი მისწრაფებების, პირადი სურვილების ახალგაზრდობაში გააჩნდა იმის დათმობის ხარჯზე უფრო დიდი საქმის გაკეთება საზოგადოებისთვის, ეკლესიის წინაშე და ღვთის წინაშე. და ამასაც გულისხმობს ეს, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო ხანდახან თავიდან ერთგვეუნება, მაგრამ მეორე უნდა ავირჩიოთ და ამის ბევრი ციტატის მოყვანა შეიძლება ძალიან საინტერესოა. და მენქიუ წერს ესეთ რამეს, რომ იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან, თავისთავად ვერ გაგცემს პასუხს თუ რომელი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომელს მიიღებენ. მიუხედავად ამისა, ცხოვრების ალტერნატივების გაცნობიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადამიანები მხოლოდ მაშინ იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს, როდესაც ზუსტად იციან, რისი არჩევა შეუძლიათ და რისი არა. ეხლა რას გვეუბნება ეკლესია. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ძველი და ახალი აღთქმისთვის 10 მცნება მოცემულია. და აი ფარისეულთა შეკითხვაზე, რომელიც აი ახალ აღთქმაში უფალმა კიდევ უფრო გაგვიმარტივა, ფარისეულთა შეკითხვაზე თუ რომელი მცნებაა უპირატესი, ის პასუხობს, რომ ესე შეუყარა უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულთა შენითა და ყოვლითა სულთა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, ესე არის დიდი და პირველი მცნებაი და მეორე მსგავსი ამისი შეუყარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოვლის ჯური და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული არიან. ესე იგი უფალმა ჩვენ აუხოვით 10 მცნებიდან პირველი 4 არის უფალთან დამოკიდებულება, 5-დან მეათეს ჩათვლით არის უკვე ადამიანებთან ურთიერთობა, ხო? ეს გააერთიანა და წარმოგვიჩინა ერთი უფალთან დამოკიდებულება და მე გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავისთვის, ეს ნიშნავს, რომ როგორც საკუთარ თავს ცუდი არავის არ უნდა გაუკეთოს, შესაბამისად, ესე იგი არც სხვას არ უნდა გაუკეთო, ხო, ეს ცუდი. ფაქტობრივად იესო ქრისტემ ამ შემთხვევაში ახლებურად წარმოაჩინა, ანუ გაიმეორა ის, რაც ძველ ჯულში ნათქვამი იყო, რომ 10 მცნების გარდა ხო ძალიან ბევრი კანონები არის და აი რელიგიურ სექტებს შორის ძველ აღთქმაში ფარისევლებს, ადიკელებს, ფარისევლების სხვადასხვა სკოლებს იმართებოდა ხოლმე ხშირად პაეკრობა, რომ რომელი უპირატესი მცნება და ეს ქრისტემ თავიდან გაიმეორა მათთვის გასაგონად. საინტერესოა. ანუ ეს არის პრინციპი, რაც პრინციპში ყველა სფეროში მოღვაწე ადამიანმა თავის პრინციპად უნდა დაიღებოს, რომ შენი საქმე ადამიანებისთვის იკეთეს მომტანია თუ პირიქით. აი აქ მამაო, მინდა ერთი რამ ეთქვე, რომ ძალიან ახლა ზუსტად იმას გადავაბა. იაპონიაში მოღვაწეობს ერთი ესეთი ადამიანი, იოშირო ნაკამაცუ და იაპონელებისთვის თურმე ტელევიზორს რო ჩართავენ, ახალი აღარ არის, ყოველდღიური ცნობა, რომ ამან გამოიგონა კიდე რაღაც და 3200 პატენტი აქვს. ციფრული საათები რო გვაქვს ჩვენ, ფლოპი დისკები, CD-ები, ეს ამ ადამიანს გამოგონილია.
და ესე იგი შეყვანილი ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო საზოგადოებას 5 ყველაზე დიდ მოაზროვნეს შორის ყავს შეყვანილი და ეს კაცი რას ამბობს? ადამიანები ქმნიან ფულისა და დიდებისთვის. მე კი ადამიანების გამოვქმნიო და მტკიცეთ სჯერა რომ დიდებული ქმნილებები სათავეს მხოლოდ სიყვარულს წარმოადგენს. აი ის რაც სახარებისეულო პრინციპი არის. ზუსტად ესე გამოვიდა. მაგრამ აი არის კიდევ ეხლა უფლისგან კიდევ ესეთი მეორე მსხვერპლი არ უნდა უფალს და გვეუბნება მათეს სახარებაში, მარკოზის და ლუკას სახარებაში, რომ ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ რა არის წყალობა იმ ნებავს და არა მსხვერპლი. ანუ თავისუფალი ნება უნდა იყოს ადამიანის ამის კეთება. ანუ უფრო აღმათ ერთია რომ იძულებით ვაკეთებ, შიშით ვაკეთებ, მე უკვე გადადის ეს ჩემს თავისუფალ ნებაში, ხო, ამას უკვე. და არის კიდევ ესეთი ძალიან ის რომ ყოყმანიც არ უყვარს უფალს და ამბობს რომ ნელთბილი არ უნდა იყო, ან გრილი იყავი, ან თბილი იყავი და თორე დაისჯები, ანუ ამას უფალი გეუბნება. მოწმული წერს ერთგან მდუღარი სულით, ანუ მდუღარი სულით, ხო, ეს არის. და ასევე სიტყვასთან დამოკიდებულება ხომ, რომ ყოველი სიტყვა უქმი, რომელსაც აიტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყვა იმისთვის დღესამას სასჯელისასა. რამე თუ სიტყვათა შენთან განმარტე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო. აი აქ ახლა მე ჩვენ თუ გავიხსენებთ იმას, რომ აღდგომის სახარებაში სიტყვა იგი იყო ღმერთი და ღმერთი იყო იგი სიტყვა და უკვე დამთავრდა, ხო? აი როგორი მოწიწებით უნდა მოვექცეთ ყველა იმ ჩვენ სიტყვას, რასაც და ძალიან საინტერესო რამეს გვეუბნება კიდე ასევე უფალი, რომ ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ ჯულიკი ქრისტესიო, მაგრამ ისი არა რომ თქვათ ერთმა ძალიან ბევრი ტვირთი და მეორემ საერთოდ მოიხსნას თავისი ტვირთი, ამბობს რომ რამე თუ კაცადმა თვისი ტვირთი იტვირთოს. და აი ესეთ რამით დავამთავრებ აი ამ საკითხზე საუბარს. არა ვეძიებ თავისად ჩემისა უმჯობესსა, არამედ მრავალთასა. და სხვათა შორის ეკონომიკაში არის აი ესეთი დანახარჯის სარგებლის ანალიზი და როდესაც მაგალითად აი რაღაც რამდენიმე პროექტია და მისი განხილვა მიმდინარეობს 10 საფეხურიანი განხილვის ეტაპები გააჩნია. ჯოზეფ სტიგლიცი არის ნობელის პრემიის ლაურეატი და იქ ბოლოში მაინც ეს არის უმეტესობის ინტერესი უნდა იქნეს გათვალისწინებულიო და ესეც აი სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით. შემდეგი პრინციპი არის ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობისთვის. და მენქიუ წერს ესეთ რამეს. იმის გამო, რომ ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგებიან, გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვს კონკრეტული ქცევის დანახარჯისა და სარგებლის შედარებას. თუმცა ხშირად ქცევის დანახარჯები ისეთი აშკარა როდია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგოჩვენოს. ნივთის ალტერნატიული დანახარჯი ისაა, რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობის სანაცვლოდ, როდესაც ვიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას. ეხლა ასეთი ნახეთ აი ადამიანებს უფალმა ძალიან კარგად განუსაზღვრა 9 ნეტარებაში. ამას დათმობ, ამას მიიღებ, ხო? ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, რამ თუ მათი არ სასუფეველი ცათა. ნეტარიყვნენ გლოვანერი გულითა, რამ თუ იგინი ნუგეშინის ცემულ იქნებიან. ანუ აი ეს აგვიხსნა მარტივად, რას მივიღებთ, რის ხარჯზე, ანუ ალტერნატიული დანახარჯი რა არის. პრინციპში აქ ჩანს ადამიანის პიროვნება. ანუ თუ ადამიანი გობს მე თავისუფალი ვარ და პიროვნება, ეს პრაქტიკაში გამომჟღავდება იქ, როდესაც შენ აკეთებ არჩევანს არა შენი სურვილების მიხედვით, შენ რაღაცა ცოდვის ჩადენა გინდა და ამას ემონები, არამედ იმის მიხედვით, რომ შენ მართავ შენ თავს და არჩევანის საშუალება. აქ გამოვლინდება შენი თავისუფალება. თავისუფალი ნება. დიახ. რომ ხატება ღვთის მისჯას. და თანაც ხა, როდესაც რაღაც არჩევანს ვაკეთებ და შეიძლება გაგვიჭირდეს, უფალი პირდება, რომ ის ჩვენთან იქნება აუცილებლად, რომელმა მოიპოვოს სულითვისი წარეწყვინდოს იგი და რომელმაც წარეწყვინდოს სულითვისი ჩემთვის მან მოიპოვოს იგი, მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვალ და ტვირთ მძიმე და მე განგისვენო თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და რამ თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთაი. რამე თუ უღელი ჩემი ტკბილარს და ტვირთი ჩემი სულბუ ქარს. და რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვის და შემომიდგეს მე, იგი არაა ჩემ და ღირს. რამე თუ აწვე ესე რაც სული ძირთა თანახეთასაც ძეს. ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეცოს და ცეცხლსა დაედვას. ანუ აი აქ უფალი გვეუბნება, რომ ალტერნატიული დანახარჯების პრინციპით ხსნის ფაქტობრივად ყველაფერს. აი თუ ჩვენ დანახვა გვინდა, ამას დავინახავთ. თუ არ გვინდა დანახვა, ვერ დავინახავთ ერასოდეს. და კიდევ რაც მთავარია, აი რომ მამაო ჩვენოში რას ვამბობთ, მოგვიტევე ისე როგორც მე მიუტევთ. ხო, აი ეს არის თუ გვინდა რომ ჩვენ მოგვეტევოს, მაშინ ჩვენ უნდა მიუტევოთ. ასე შეიძლება თქვას ერთ-ერთი პრინციპია ნებისმიერ სფეროში. მესამე პრინციპი არის რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას ზღრულ ანალიზს იყენებს.
მეკიუს მოსაზრებით რაციონალური ადამიანი, რომელიც სისტემატურად და მიზნობრივად მოქმედებს იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების პირობებში მიზანს მიაღწიოს. მრავალი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება გულისხმობს მოქმედების არსებულ გეგმაში მცირე ცვლილებების შეტანას. ამ ცვლილებებს ეკონომისტების ღრუბ ცვლილებებს უწოდებენ. რაციონალური ადამიანი მოქმედებას იწყებს მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი მოქმედების ღრული სარგებელი ღრულ დანახარჯებზე მეტია. აქ მამამიდა გავიხსენო 10 ქალწულის შესახებ იგავი. აქ როგორი სიტუაცია, ანუ არის 10 ქალწული და უფალი თავიდანვე ამბობს. 5 მათგან იყვნენ ბრძენი და 5 სულელნი. თავიდანვე განსაზღვრული აქვს, რომ ბრძენიც იყვნენ და 5 სულელნი. და თან წერია, რომ ესე იგი ანუ აქ რა იყო სიძე მოვიდოდა, არავინ იცოდა რა დროს მოვიდოდა სიძე, ლამპარი ანთებულ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო და ეს პირობა იყო ქორწილში შესვლის და ამ 5 ბრძენში ის ქალწულები მოიაზრება, რომლებმაც ჩვეულებრივ აი ამასთან ერთად რა ქვია ლამპართან ერთად ხო სხვა ზეთიც ანუ და დამატებითი ჭურჭელი ზეთი აიღეს, ხოლო მეორე სულელმა არ ნახეთ სულელები კიდე რამდენად არიან. ერთი რომ მათი საქციელი იყო ის რომ არ განსაზღვრეს რომ შეიძლება ზეთი არ ყოფნოდა და მეორე დაინახეს სხვისი მაგალითი და ის მაინც არ გაითავისეს. ანუ ორმაგად გამოვიდა. კონსენსუსის შინაარსი აქვს, მას ახლა ხო განმარტება სიძის მოსვლა, მეორედ მოსვლა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს სხვადასხვანაირად, მაგრამ თუნდაც ეს იყოს, რა თქმა უნდა, სახებაში ყველაფერი სხვადასხვანაირად ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ აი აქაც კი აი ძალიან მარტივ სიტუაციაშიც კი, რომ რეზერვს რომ არა და აი სხვისი კარგი მაგალითი მაინც ისწავლე. ხო, ისიც არა. ანუ აი ეს ცალსახად განსაზღვრული თუ უნდა დავფიქრდეთ, ხო, აი სულელობა ერთია, რომ შენ არა, მაგრამ ჭკვიან უსო დაინახავ იმასაც რო არ მიიღებ. და შემდეგ ახლა აი ბევრი ამბობს, რომ აი რატომ არ გამისცეს მათ ზეთი, თქვათ აი ბრძენვა ქალწულებმა რატომ არ მისცეს ზეთი, როცა იმათ უკვე ზეთი გამოელიათ. ნახეთ, აი აქაც ძალიან ჭკვიანურად ამბობს უფალი, რომ როცა არ აძლევენ ზეთს. თქვენ რომ მოგცეთო, შეიძლება ჩვენც არ გვეყოსო. ანუ შედეგი რა დადგებოდა? შედეგი დადგებოდა ის, რომ ვერც ერთი ვერ შევიდოდა, შეიძლება ყველას გამოლეოდა ზეთი და ვერც ერთი ვერ შევიდოდა იმ ქორწილში და ამ შემთხვევაში რა მოხდა? ცუდსა და უარეს შორის არჩევანში, ნუ ცუდი არჩევანი თქვათ, 5 შევიდა, მაგრამ უარესი იქნებოდა საერთოდ რომ ვერც ერთი ვერ შესულიყო, ხო? ანუ აქაც აი ეს ღრული არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამიგავით უფალი პირდაპირ გეუბნება, რომ ერთია რომ შენ შეიძლება ყველაფერს ვერ ხვდებოდე, მაგრამ ვიღაცის გონივრულს რო აიღებ, აიღე, გაითავისე. მეორე, ნუ ააშენებ სახლს ქვიშაზე, ააშენე კლდეზე, ხო, აი ესეთი მაგალითია. იყავი თადარიგიანი, იყავი ისეთ რეზერვები და ასე შემდეგ გქონდეს ყოველთვის მომარაგებული, როცა არ იცი რა მოხდება. თორე თუ გაქვს ახლა წინასწარ ცოდნა რომ ამ დროს ამდენი დამეხარჯება ზეთი, კი ბატონო, მაგრამ როცა არ იცი, როცა აი ეკონომისტები ესეთ რამ გაურკვევლობას ვეძახით. რისკის დაზღვევა მოახდინეს, ხო, ქალწულებმა. გაურკვევლობა აღკვეთეს, ანუ მოიმარაგეს, შეიძლება დარჩენოდათ, მაგრამ არა უშავს, დარჩენილიყო ისეთი მაინც დასჭირდებოდა. გავსათ იმისა, როგორც ამიგავის სულელში, რომ ჩვენ არ ვიცით როდის მოვა მეორედ ქრისტე და ყოველთვის ზუსტად მამაო და კიდევ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მენქი ვამბობს ესეთ რამეს, რომ ინდივიდებსაც და ფირმებსაც უკეთესი გადაწყვეტილებას მიღება შეუძლიათ, თუ ზღული კატეგორიებით იაზრონებენ და გავიხსენოთ ტალანტი იგავებზე. აქ ესე იგი გვახსოვს ალბათ რომ ბატონმა ესეთი რამ გააკეთა იცოდა თავისი მოსამსახურეების უნარების შესახებ ერთი უფრო ძლიერი იყო მეორე ცოტა საშუალო მესამე იყო ცოტა უფრო ნაკლები უნარების მქონე იმ ძალიან უნარიანს არგო 5 ტალანტი მეორეს 2 ტალანტი და მესამეს 1 წავიდა თვითონ დაბრუნდა გარკვეულ პერიოდის შემდგომ და 5 ვინც წაიღო იმან ისევ 5 დაუბრუნა, ვინც 2 წაიღო 2 დაუბრუნა და ვინც 1 იმან დაფლა მიწაში და აიო ისევ შენი მოგიტანეო თანას ეუბნება. ვიცოდიო რომ ისეთი ადამიანი იყავი, აბნე იქ კრეფდი სადაც არ დაგიბნევიაო, ანუ ესეთი ადამიანი ხარო და აი ოგერ შენი მოგიტანეო. მაგრამ მე უფალი გაბრაზდება და ეუბნება რომ ჯერ იყო შენ და დადებად ვერცხლით ჩემი სავაჭროსა და მომცავეთ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებით ურთ. და აი აქ ეხა რატომ მაქვს ეს კიდევ განხილული. ნახეთ, იმ გასულ საუკუნეში იყო ძალიან პოპულარული მოლოდინის თეორია და ეხა მე ჩამოგითხრით პოსტულატებს და ფაქტობრივად აი ამ მიგავიდან არის აღებული და რატო?
ესე იგი მოლუდინის თეორიის ავტორები წერენ, რომ ჯილდოს ღირებულებას გათვლიან ისე, რომ მან დააკმაყოფილოს თითოეული მომუშავე. ანუ იქ ბატონმა 5-იანს უთხრა, რომ 5-ს მოიტანდა, მერე შემოდი ჩემთან და თქვათ ჩემს ახლო წრეში გამყოფებ, განსაზღვრავენ შრომის მწარმოებლურობის სასულვერ დონეს. 2-იანსაც კი არ მისცა 5. ის იცოდა, რომ ცოტა ნაკლები შესაძლებლობების იყო და 2-იანს 2-იანი ტალანტი მისცა და იმანაც 2 დაუბრუნა უკან. ეს დონე იქნება მიღწევადი მომუშავეებისთვის. აი აქ კიდე ხო, ესეთი, ანუ ფაქტობრივად ამ იგავის პოსტულატები არის აღებული და გასულ საუკუნეში იყო, რომ ეს არის აღმოჩენა. აღმოჩენა კი არა, ეგერ არის. შემდეგ დამყარდება ურთიერთკავშირი ჯილდოსა და შრომის წარმომადგენლებს შორის. კი ბატონო, 5-ზე იწვალა იშრომა, ისევ 5 დაუბრუნდა და ის ერთიც წაართვა და 5-იანს მისცა, ანუ ყველაზე მეტად ვინც მოინდომა. და უზრუნველყოფილი იქნება ჯილდოს საკმარისი დონე. ესეც ესე. და სამართლიანობის თეორია იყო გასულ საუკუნეში 60 წელს, ესეც ძალიან ესეთი დიდი ესეთი აუზაურით იყო, რომ აი როგორი სამართლიანობაა და იქაც ესე წერია, რომ სამართლიანობის თეორია არის მოტივაციის თეორია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადამიანების მიერ მათი სამსახურებრივი შედეგებისა და მათ მიერ შეტანილი წვლილის შესაბამისობის სამართლიანობაზე. მოტივაციის განსაზღვრის დროს უფრო მნიშვნელოვანი ადამიანის მიერ მიღებული შედეგების და მის მიერ ორგანიზაციაში შეტანილი წვლილის შეფარდებითი, ვიდრე აბსოლუტური დონე. და აქაც აი ორი ლეპტაც შეიძლება უფლისგან მიღებული გავიხსენოთ და რა ვიცი ძალიან საინტერესო რა კუთხითაც ახლა რა მიზეს თქმა მინდა რომ საუკუნეების განმავლობაში ბიბლიის ეგზეგეტიკა ანუ მთელი კომენტარები ანუ ქადაგებები ძირითადად ჰომილიები არის ხოლმე ქადაგებები ბიბლიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტერიტორიულად მაგალითად ალექსანდრელი მამის სხვა კუთხით უყურებენ სიმბოლოებს ხედავენ ანტიოქიელები უფრო ისტორიულ თვალსაზრისით ან ზნეობრივი რაღაც ყურადღებას ამახვილებენ ზნეობრივ მომენტებზე და ერთმანეთს ავსებს ეს ყველაფერი და ბუნებრივიც არის რომ ავსებს მეორე მხრივ მაცხოვარიც აი იგავების დროს იყენებს იმ საშუალებებს და იმ ესე ვთქვათ რაც იყო იმ საზოგადოებაში და ჩვეულება იყო და ადამიანის გონების ნაყოფი იყო შეიძლება ითქვას თუნდაც აი ეს ტალანტების იგავების ანუ ბატონი რომ უშას ავალებს ესეც ეკონომიკის სფეროა ყველა სფეროს ერგება ქრისტიანობა და პირიქით ხდება ამ შემთხვევაში თქვენი მხრიდან პირიქით დანახული რომ ეკონომიკის სფეროში მაგალითად მოღვაწე ადამიანი ან ნებისმიერ სფეროში მისი საქმიანობა რამდენად ეთანადება საღვთო მცნებებს მას ხომ არ ეწინააღმდეგება და პრინციპში ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაც ესეთი უნდა იყოს და ძალიან სწორედაც ეთანადება და ახლებური კუთხით ან მეორე მხრიდან არის დანახული და ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება მას ზოგადად ინდივიდის ცხოვრებაშიც საზოგადოებაშიც ეკლესიაშიც როგორც იურიდიული პირის ანუ ეკლესიის ფონებრივ კი განსაზღვრავს მას საეკლესიო სამართალი, მაგრამ შე შემთხვევაში არსებობს კანონები, რომელიც სახელმწიფო კანონებია და ეკლესიას ეხება, ხო? დღესაც გარდა იმისა, რომ არსებობს კანონიკური სამართალი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სამონასტრო იქნება ეს ქონება, მისი გამგებლობა საეპარქიო, რომელსაც ეპისკოპოსი განაგებს, ეკონომოსის და ეს უკვე მე-4 საუკუნეში უკვე განსაზღვრული ყველაფერი. დიახ, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში როგორც კი იცვლება სახელმწიფო წყობილება, რაღაცების მასთან მითანად ესე ვთქვათ, შეწყობა ხდება და ამიტომ დღეს თანამედროვე კიდევ რაღაც ახალი გამოწვევებია. არსობრივად ახალი არაფერი, მაგრამ ახლებურად თქმა და დანახვა ყოველთვის სჭირდება და ამიტომ მას პრაქტიკული მნიშვნელობაც ექნება. ამიტომ ძალიან საინტერესო იყო. მე ვფიქრობ, კიდევ არის რამდენიმე სტატია ნახე მე ყველას ვერ და შეიძლება მომავალშიც ვისაუბროთ ამ საინტერესო თემებზე. მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის. ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ინეზა გაგნიძე. მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.